Matrica. მე ვარ Morpheus-ი რა და ორი აბი მაქვს. ამ აბს თუ მიიღებ, რომელსაც ჰქვია Lucy, შენ დაინახავ რეალობას ისეთი როგორიც არის. გამოხვალ ილუზიიდან დატოვებ მატრიცას. და მეორე არის ვალიუმი. ამ აბს ჰქვია ვალიუმი. თუ მიიღებ ვალიუმს, დააგრძელებ ტრაკულად ცხოვრებას. აირჩი. ესე იგი მატრიცა რა არის მატრიცა? მატრიცა არის ფილმი, ეგეთი. ვეტიში. არა, შემეშალა ეს არის 1999 წლის ფილმი. კარგი, რა არის მატრიცა? რა და თავიდანვე იქნება პატარა twist-ი, რომელიც ბოლოში უნდა იყოს, მაგრამ თავიდანვე იყოს, მოდი. მატრიცა არ არის ტყუილი. და არ არსებობს არანაირი რეალური სამყარო, არანაირი real world მატრიცის მიღმა. მატრიცა არის სისტემა, ინტერპრეტაციების სისტემა, რომელიც თავს მოხვეული არის დომინანტი ძალების მიერ. არსებობს მხოლოდ ძლიერი და სუსტი ინტერპრეტაციები, რომლებიც იბრძვიან კონტროლისთვის. მარტივად რომ თქვა რა, არანაირი რეალური სამყარო არ არსებობს, არც მატრიცა არის ტყუილი, იგივენაირად არის მატრიცა ტყუილი მაშინ, როგორც რეალური სამყარო. არ არსებობს რეალური, არსებობს მხოლოდ ინტერპრეტირებული სამყარო, სხვადასხვა ძალით ინტერპრეტირებული და შემდეგ მოხვეული. მარტივად რომ თქვა, არის მხოლოდ არ არსებობს ფაქტები, მხოლოდ ინტერპრეტაციები. და ეს ისეთი რამე არის, რასაც დღემდე ვერ იაზრებენ რა, ვერც მეცნიერები, დიდად ვერც ფილოსოფოსები, იმიტომ რომ ან მატერიალისტი უნდა იყოს და რეალური რეალობა არის მატერია და რამე, ან იდეალისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალური არის, მაგრამ არსებობს მაინც ინტერპრეტაციის გარეშე, ან ფორმა, ან ქვა, ან რამე საერთოდ. გარდა უბრალოდ ძალისა, რასაც არც იდენტობა აქვს, არც არაფერი მსგავსი, ვერც ლოგიკას მოახვევ, ვერაფერი, ქაოსი. და აზრი რა არის? აზრი ის არის, რომ აი ამ ფილმმა რა შეცდომაც დაუშვა. ის რომ ეს ფილმიც ასკვნის, რომ არსებობს ცრუ რეალობა და ნამდვილი რეალობა. მაგრამ არ არსებობს არც ცრუ რეალობა და არც ნამდვილი რეალობა. არსებობს ინტერპრეტირებული რეალობა. მხოლოდ და მხოლოდ. ხოდა აქ ხიბლი რაში არის რა? რომ ჯერ ერთი სამყარო არის მილიონნაირად ინტერპრეტირებადი და რომელი ინტერპრეტაცია არის სამყაროსი სწორი, რომელი არასწორი, ეგ თავიდანვე ცრუ კითხვა არის, თავიდანვე ნაივურობას გულისხმობს, თავიდანვე ასკვნის ჭეშმარიტებას და იმ ლინგვისტურ ზღაპრებს, რომლებიც მოვიგონეთ. და რაც მთავარია, ეს ასკვნის, რომ არსებობს რაღაცა ობიექტური დამკვირვებლის თვალი. შეიძლება ღმერთი იყოს, ან ანგელოზი, ან გასხივოცნებული ადამიანი, ვინც ბევრად მეც ჩაწვდა. არა. ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე ნიკო სვანიძე.com, დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.